გამარჯობათ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო და კიდევ ერთხელ მინდა აი ამ ტიპთან დაკავშირებით ვილაპარაკო, რაზმაგზია ვიღაც ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჭკვიანია, იცის ძალიან კარგად რომ ნაცობა ეხავს და იძახის რომ ნაცი არა ვარ, ძმაო და ნაცებს უთო მაგინებს. მაგრამ ჩვეულებრივი ნაცების მიკროფონია, რავი ხა. ყველაზე იძახის რომ ნაც გვარამია ნაცი არ არის და რა ხოშტარიაც ნაცი არ არის, ევროპელები არიან და რაღაცა ეს ნაცური ტონტები სუფთა თავიდან ბოლომდე. ხო და აი ეს ნაცების მიკროფონი, ნაცების კანტორაში ზის, ნაც გურამ როგავასთან და ვიღაცა ნაც გოგოსთან ერთად და ქართული ოცნების ამორჩევლს უსვავს შეკითხვას და მოусმინოთ ამ შეკითხვას და მე მინდა რომ პასუხი გავცი ამ შეკითხვაზე. რა თქმა უნდა და აი მინდა ისე მე რაღაცნაირად მიყვარს ხოლმე ესე ვირტუალური დიალოგი ქართული ოცნების ამორჩევლთან. აი ხა მოდი დავუსვათ კითხვა ქართული ოცნების ამორჩევლს. ეს თუ არ არის პოლიტიკურად აქტიური თუ პროტესტში მონაწილე ადამიანების დევნა, რა შეიძლება იყოს? ანუ აი დარდობენ რომ იმ ადამიანს რამე არ კონდეს მიღებული და ამან რა წინოს, ამაზე დარდობენ, ანუ ხოთან რაღაც გასაღებას და რაღაც სწორედავებიან. ნარკოტიკი მიღებული ხო არ გაქვს, ანუ სახლებთან ხვდებიან თან ადამიანებს, აი მანქანა რო გააჩვენოს. მოკლედ ეს ტიპი ამტკიცებს რომ ანუ ადამიანებს დევნიანო და რაღაცა რეპრესიები დაიწყო და ვიღაც პოლიტიკური პარტიის ტიპებსო ხვდებიანო და ანარკოლოგიურებენო და აბა რა არისო ესო თუ არა რეპრესია. ხო და ვირტუალურად მიყვარს ურთიერთობაო და ვირტუალურად დაუსვავდი შეკითხვასო და გავცემ ახლა ამ შეკითხვას პასუხს. ნაცების დროს მე მომიწია ბოლო ერთი პერიოდი მოკლედ სოფში ნარკომანის მთავარ სამმართველოში მუშაობა უფროს ინსპექტორად, ოპერად. ეს სამმართველო იყო მთლიანი საქართველოს მასშტაბით ვებრძოდით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, მაგრამ რეალურად ეს სამმართველო იყო ჩვეულებრივი დავალებების შემსრულებელი კანტონი პირდაპირ. ხო და გავცემ ახლა პასუხს იქიდან გამომდინარე რომ ძალიან კარგად ვიცი, ზუსტად ვიცი რაც ხდებოდა და ამათ დროსაც ვიმუშავია და ეხლა ზუსტად ვიცი როგორ და რა ხდება და კი ბევრი შეცდომა აქვს ოცნებას, ბევრი არასწორი საქციელი აქვს, ბევრი რაღაცა ცუდს აკეთებს, მაგრამ აი ამის წარმოჩენა ისე რომ აი რეპრესიები დაიწყო და მოდი ეხლა ისევ ეს პროჭი ნაცები მოვაბრუნოთ, რა თქმა უნდა სიგიჟია. ეხლა მე ვეტყვი აი ამ ახალგაზრდა კაცს ეს თუ არ არის რეპრესია, აბა რა არის? ეს არ არის რეპრესია, ვიღაცა პარტიის წევრები სადღაც გააჩერეს, ზოგი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, არ ამოუვარდა არაფერი და გამოუშვეს. ზოგი საერთოდ არ გარყვა ნარკოლოგიურში და რაღაცა ჯარიმა დაუწერეს და სახლში გაუშვეს. და უბრალოდ დისკომფორტი შეუქმნეს ადამიანებს. ეხლა მე ვიტყვი რა არის რეპრესია და რა იქნებოდა რეპრესია, უპასუხო. რეპრესია იქნებოდა მაგალითად აი ნაცების დროს რომ ამ ახალგაზრდა კაცს ამდენი ელაპარაკა და ეს მიტინგებზე და რაღაცებზე ესე ეაქტიურა. აი ესეთი აქტიური ტიპი რო ყოფილიყო ოპოზიციის მხარეს ნაცების დროს, აუცილებლად ერთ დღეს რომ მივიდოდი სამსახურში, შეგვიყვანდნენ სამმართველოს უფროსის კაბინეტში ამ ახალგაზრდა კაცის ფეის და მონაცემებს ჩამოგვირიგებდნენ და გვეტყოდნენ რომ ამ კაცს ნარკოტიკი ექნება თუ არ ექნება, უნდა კონდეს. უნდა კონდეს ნარკოტიკი ჯიბეშიც, უნდა კონდეს თუ მანქანა ეყოლებოდა რამე კაი, მანქანაშიც აუცილებლად და რა თქმა უნდა სახლშიც ნარკოტიკი უნდა იპოვოთ. წავიდოდით, დავხვდებოდით საქმე, ექნებოდა თუ არ ექნებოდა ნარკოტიკი, ბოლო ჯამში ისე იქნებოდა რომ ჯიბეები სავსე აღმოაჩნდებოდა ნარკოტიკებით. თუ რამე კაი მანქანა ეყოლებოდა, იმ მანქანაშიც აუცილებლად აღმოჩნდებოდა ნარკოტიკები. მე სახლში მივიდოდით და სახლშიც გამოვიღებდით რავი უჯრებიდან და ტუმბუჩკებიდან და მატრასების ქვევიდან ნარკოტიკებს. მე მოხმარებული ექნებოდა თუ არ ექნებოდა, ნარკოლოგიურში რომ მივიყვანდით, აუცილებლად ამოუვარდებოდა და არაერთი ნარკოტიკის სახეობა და ძალიან კარგად ვიცი ეს როგორც ხდება და როგორც უნდა ამოუვარდეს ადამიანს
რა ნარკოტიკიც გინდა ის ნარკოტიკი ძალიან მარტივია ეს ამბავი მაშინ ასე იყო ამათ დროს ასეთი რამე მე პირადად არ მინახია მე აი ამ ახალგაზრდა კაცს სასამართლო საერთოდ არ მოусმენდა საერთოდ არაფრის არ გაითვალისწინებდა მარტო პროკურორს დაუწყებდა ყურებას მოსამართლე და პროკურორი რასაც ეთყოდა ყველაფერს ისე გააკეთებდა ზედმიწევით მე გავუშვებდნენ გლდანში რო შევიდოდა გააყლევებდნენ ცემაში ისე ცემდნენ რომ 1-2 კვირა ვერ დადგებოდა ფეხზე ის 2 კვირა რომელიც ფეხზე ვერ დადგებოდა ეყოლებოდა კარანტინში 80 კაცთან ერთად სადაც დღეში 3-ჯერ გული წაუვიდოდა უჰაერობაში და აი ამ ცემაში და რამეში მე გაიყვანდა ფაცაცი ან ვიღაცა დაუწყებდა კაიბს გაატიტულებდნენ რაღაცებს რავი რასაც უშვებოდა ვიღაცა ქათამს შემოუყვანდნენ და რაღაცებს აი დაამცირებდნენ გააბანძებდნენ დედასულში ჩააფურთხებდნენ ხვეწნას იმაზე კი არ დააწყებინებდნენ რომ გამიშვითო ან რამეო ხვეწნას დააწყებინებდნენ არ მომყნათო ამაზე და კამერაში ასვლაზე იოცნებებდა მე ამას ეხა დედა ყავს თუ მამა ყავს თუ და ყავს თუ ძმა ყავს თუ ძმაკაცი ყავს თუ ნათესავი ახლო თუ კი ვინმე სახელმწიფო სამსახურში იმუშავებდა ის ხო იქ ვეღარ იმუშავებდა ვერასოდეს და ვიცი თუ ვინმე ძალიან ისეთი ახლო ძმაკაცი ყავს შეიძლება ის ძმაკაციც გვერდზე კამერაში ჩაესვათ მე ამასთან და ერთმანეთის ყვირილები მოესმინათ ხო რა ვიცი მე შეიძლება ეთქვათ რომ რა ვიცი 1-200,000 ეხლა პარკებით მოიტანე ისე რომ არსად არ გამოჩნდეს სამართლოში და 1-200,000-აც თუ ჩარიცხავ ბიუჯეტში შეიძლება საპროცესოზე ვიფიქროთ და 1-5-6 წელი გაგაჩეროთ თუ არა და შენ მაქედან არ გამოგიშვათ ისე შენი დედა მოვტყანო აი ეს არის რეპრესია და აი ეს არის ნაციონალური მოძრაობა რომლის დამცველიც გახლავთ აი ეს ახალგაზრდა კაცი ეს არის რეალობა ის რეალობა რომელი რეალობაც მე საკუთარი თვალებით მინახია საკუთარი ხელებით მიკეთებია და იმ ყლეობაში ვიყავი და რომ ვერ გაუძლო ჩემმა ტუნმა და რომ გავგიჟდი და რომ გამოვყლებდი და რომ ავტეხე ბოლო ამბავი რომ თქვენი დედაც მოვტყან მეთქი მეც მომიპარეს ყვარიათიდან ყეტყე ხომ ატარეს საფლავები მათხრევინეს დედა მომიტყეს მე 3 დღე აქ ჩიტაძეზე საერთოდ რო გაფორმებული არაფერი რო არავინ არ იცოდა ისე გამოკეტილი ვიყავდი მე 3 საქმე შემიკერეს 3 სხვადასხვა მუხლი დამიბარეს კამერის წინ რაც უნდა ის მალაპარაკეს რაღაცები დამავალეს რო რაც დამავალეს ისე უნდა გამეკეთებინა და აი ეს ჩემი საქმეები აი ესე დადეს მაგიტაზე და ან ეხლა წახვალდა რასაც გვინდა და რასაც გავალებთ იმას იზავდა ისე მოიქცევიო ან აი ამ საქმეებით წახვალს როგზე და იქ მოტყნას ვერ გადარჩევიო და ზუსტად ვიცოდი რომ ესე იქნებოდა კი მეთქი დაუქნე თავი ყველაფერზე აბსოლუტურად ყველაფერზე როგორ როგორმე მომენტი იქიდან გამოსული მე გამომიშვეს გამომაყოლეს რაზვეტკა რომელიც სულ დამყვებოდა სახთანაც იდგა სადაც მოვდიოდი შუჩოკები მაგრამ ქონდა გამოცდილება საკმაოდ სერიოზული გამოცდილება სისტემაში მუშაობის და მოახერხე ის რომ გავეპარე და მოუტყვი და მე ვიმალებოდი და რა ვიცი იცოდნენ რომ იარაღით ვიყავი და ახალაია თათბირებს ატარებდა და აგინებდა თანამდებობის პირებს თქვენი დედა მოვტყან როგორ ვერ იჭერთ ამ ნაბოზარსო სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავ და ეს ძალიან კარგად ვიცოდი და შანსი არ იყო რომ მე ამათ ცოცხალი დავიჭირე მაგის 1% შანსი არ იყო იარაღით ვიყავი და იქ ვით შემოვიდოდა მე იმას ვერ ვესწრობდი იმიტომ რომ ჩემნაირი ტიპი შემოვიდოდა იქ ვიღაც ფიქრი მქონდა რომ უბრალოდ მეთქი გავისვრი და რამ გასროლაზე მესვრიან და თუ მოვკვდი და თუ დავიჭერი და გადავჭი მეთქი ამ დაჭრილს ეხლა მოტყნას აღარ დამიწყებოდი და მე რაღაცა იქნება მეთქი ანუ იქ მოვიკლა ბოლო თავს აი ეს არის რეპრესია და ნაცები და ყველა ნაცის დედას შევეცი და ვინც ნაცებს ტაშს უკრავს და ვისაც მიშა გმირი გონია და ახალაია კაცი გონია და მერაბიშვილი კაცი გონია ყველასი თქვენი დედას შევეცი
ეს არის ჩემი პასუხი აი ამ ვიღაცა ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც თან უტყდება ნაცობა, რომ აი ესე გამოვიდეს და თქვას, რომ ნაცი ვარო და თან ჩვეულებრივი ნაცების მიკროფონია, ვითომ ნაცი არ არის. აი ეს გახლავთ რეპრესია და არა ის, რომ ვიღაცებს სადღაც აჩერებენ და ეხვეწებიან ნარკოლოგიაში წამოხვალ თუ არ წამოხვალ და თუ არ წამოხვალ და წადი შენით შეიმოწმე თავი თუ არა და მაშინ დაგაჯარიმებ და ერთი წელი კრავას წაგართმევ და მე მოგცევ და ზოგი მიყავთ და არ უვარდება, არ ამოუვარდებოდათ კი არა, ბუკეტი ამოუვარდებოდა ყველას, ვისაც გადავიყვანდით და ეგრეც ხდებოდა. არ ქონდა მნიშვნელობა მომხმარებელი იყო თუ არა, უვარდებოდათ. და ძალიან კარგად ვიცი ეს ხერხები ყველაფერი და არც ქართულ ოცნებას არ გაუჭირდებოდა იგივეს გაკეთება, რომ ესეთი ბოროტი ბუნების ხელისუფლება ყოფილიყოს, მაგრამ ნაღდათ არ შეიძლება ამათი შედარება აი ამ ბოროტ დედამოწყნულ ნაცებთან. ოცნებას, რაზეც ვაგინებ და აი ოცნების დედამოწყნად ხო ხშირად მithქვია, პირველი არის ის, რომ მიშა ნაბოზარს აგულავებენ იქ ორ ოთახიან პალატაში იქ ვეიპებს რო აბოლებინებენ, იქ ხან ერთ ოთახში გავა წამოწვევა ტელევიზორს უყურებს, მე მობეზდება მეორე ოთახში გავა იქ რაღაცა იქ თავს დაუძახებს მასაჟებს აკეთებინებს, აი ამიტომ ვაგინებ ქართულ ოცნებას დედას. გადააჯმევინეთ ციხეში, მაგისი მე ავადმყოფი მანიაკი დედას შევეცი მე. მიშა რო არის იქ, სადაც ეხლა არის, ეს არის ქართული ოცნების ნომერ პირველი შეცდომა თუ დანაშაული თუ იაღლიში თუ რაც გინდა ის დავარქვათ. ძალიან ცუდად იქცევა ქართული ოცნება, რომ მიშა ნაბოზარი აი ესეთ სასათბურე პირობებში ყავთ. ის მიშა, რომელმაც დედა მოუტყნა მთელ ქვეყანას და მთელ ერს.